როგორც ნახეთ, მარკო რუბიომ განაცხადა ის, რომ შეერთებული შტატები ვენესუელასთან ომში არ იმყოფება, რომ ეს იყო მხოლოდ სამხედრო ოპერაცია ნარკოტერორიზმის აღსაკვეთად და იმ ნარკოკარტელის ლიდერის დასაკავებლად, რომელსაც ასე ვთქვათ, შეერთებული შტატები ნიკოლას მადუროდ წარმოგვიჩენს. ეს ტრამპის და რუბიოს ეს ორი განცხადება გვაფიქრებინებს იმას, რომ შეერთებული შტატებს მადუროს დაკავების შემდგომი სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით არ აქვს შემუშავებული, იმიტომ რომ უკვე რამდენიმე დღე გავიდა მადუროს დაკავებიდან და შეერთებული შტატების აქტივობა ვენესუელის მიმართ, ან ვენესუელის წინააღმდეგ ჯერჯერობით არ ჩანს. მსგავსი სიტუაცია გვაფიქრებინებს იმას, რომ შეიძლება შეერთებული შტატების გათვლა იყო შიდა არეულობების დაწყებაზე, რომ მადუროს დაკავება და ესეთი ფორმით მოტაცება გამოიწვევდა შიდა პროტესტის გაძლიერებას, არსებული ხელისუფლების მიმართ, ქუჩაში დაპირისპირებებს და არასტაბილურობის გამოწვევას და ამ არასტაბილურობის შედეგად გარკვეულწილად აი ამ ძალაუფლების ვაკუუმში ისეთი ჯგუფების ხელისუფლებაში მოსვლა, რომელიც შეერთებული შტატების ინტერესებს გაატარებდა. ნუ მსგავსი ტიპის მოლოდინები შეიძლება პარალელები გავავლოთ ჩაშანდელ მოვლენებთან ისრაელ-ირანის დაპირისპირების დროს, როდესაც ისრაელის მოლოდინი იყო ზუსტად იგივე, რომ მათი გათვლებით, თუკი ისრაელი სამხედრო იერის მიიტანდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე, მაშინ მოხდებოდა შიდა პროტესტის გაძლიერება და შიდა არასტაბილურობის გამოწვევა და ამ სახით თეოკრატიული სისტემის საბოლოოდ ჩამოშლა, თუმცა როგორც ირანში მოხდა, ისევე ისეთივე სიტუაცია განვითარდა ვენესუელაში, ჯერჯერობით ქვეყნის მასშტაბით არ ჩანს რაიმე შინაარსობრივი სისტემური ან მასშტაბური ტიპის წინააღმდეგობა არსებული ხელისუფლების მიმართ. პირიქით, როგორც კარაკაში, სადაც ყველაზე ასე ვთქვათ, დიდია ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანების წილი ვენესუელაში, ასევე სხვა რეგიონულ ქალაქებში, პირიქით მოსახლეობა არის ქუჩაში გამოსული და ითხოვს საკუთარი პრეზიდენტის დაბრუნებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რაც მე დასაწყისში ვახსენე, რომ შეერთებული შტატებისთვის საკმაოდ რთული იქნება ბოლივარული რევოლუციის მსოფლმხედველობის რევიზია თავად ვენესუელაში, რომელსაც საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს ჩავიზმის იდეოლოგიას დღეს. მაგრამ შეერთებული შტატების არსენალში არსებობს კვლავ სხვა ინსტრუმენტები ამ კუთხით, მაგალითად ის ენერგობლოკადა, რომელსაც ბოლო კვირების განმავლობაში შეერთებული შტატები ეწეოდა ვენესუელას წინააღმდეგ, რაც გულისხმობდა ტანკერების დაბლოკვას, როგორც ვენესუელიდან მომდინარე ტანკერების, ასევე ვენესუელასკენ მიმავალი ტანკერების. ეს ბლოკადა გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ვენესუელის სახელმწიფო ნავთობ კომპანია PDVSA-მ საერთოდ შეწყვიტა ნავთობის წარმოება გამომდინარე იქიდან, რომ ის საერთოდ ვერ ყიდის ნავთობს ვერ გააქვს სახელმწიფოს ტერიტორიების მიღმა, რაც ასე ვთქვათ მიანიშნებს იმას, რომ სამომავლო პერსპექტივაში სახელმწიფო ბიუჯეტი შემცირდება, გარკვეულწილად ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება ვენესუელაში, რაც მეტნაკლებად ასე ვთქვათ არასტაბილურობას მომავალში გამოიწვევს. არსებობს მეორე მიმართულებაც, რომ მაგალითად შეერთებულ შტატებს შეუძლია სხვადასხვა ლათინური ქვეყნებიდან იქნება ის მოსაზღვრე კოლუმბია, ეკვადორი თუ ასე შემდეგ, მას შეუძლია რაღაც გასამხედროებული დაჯგუფებების ინტერვენციით მოახდინოს შიდა დესტაბილიზაცია, ესეც იმ შემთხვევაში თუ კი არსებული ხელისუფლება დულსი როდრიგესის მმართველობით ვერ შეძლებს ასე ვთქვათ საკუთარი ძალაუფლების გამყარებას და ასე ვთქვათ სახელმწიფო ძალადობის განხორციელებას ვენესუელის ტერიტორიაზე.